ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მოიწიოს ის შეგნება რომ უფალი გვეუბნება თვინიერ რჩევს და არარა ძალგის ქმნა არცა ერთი რა ანუ რჩევს გარეშე თქვენ უძლურნი ხარ და არაფრის კეთება არ შეგიძლიათ აი ადამიანმა უნდა დაივიწყოს ის რომ მას რამე შეუძლია ან რაღაცა თავისი ნიჭით შეძლებს ან რაღაცა გააკეთა და მიაჩნია რომ გააკეთა აი ეს არის სიცრუე თავის მოტყუება და ამას უნდა შეახსენებდეს თავის თავს რომ ღმერთის გარეშე მე არარა ძალმის ქმნა არცა ერთი რა ღვთის დახმარების გარეშე მე არ შემიძლია რაიმე ქმნა და ღმერთო შენ შემეწიე მიხელე აი ეს მე მაკუთხე რა თავქმნა ეს საქმე და ის ღმერთი შენთან იქნება შენი თანაშემწე გახდება და მართლა შენ მიაღწევ წარმატებას უფრო მეტსა ვიდრე შენ რო იტყვია თითქოს და რაღაც გაგიკეთებია და ის არაფრად შეირაცხება და დაინახავ რომ ღმერთმა ეს მართალი სიტყვა თქვა ჭეშმარიტი და მართლა არა მექმნილებას რამე ძალმის არამედ თუკი ღმერთი შემეწევა ჩემთვის შეუძლებელი აღარაფერია აი ეს უნდა ჰქონდეს ამას უნდა მიაღწიოს ასე ნუ კი თუკი ადამიანი ამას იტყვის ის გახდება ღრმად მორწმუნეც და აი ამაზე არის ბევრი რამ დამოკიდებული რომ ადამიანმა არ უნდა მოიტყუოს თავი რომ რაღაც შევიძლია არ გამოიჩინოს ის ფარისევლობა რაც უფლის მიერ მხილებულია სახარებაში ფარისევლობა სადუკევლობა ეს ხალხი არის ისეთები რომ ისინი სიტყვით თითქოს აკეთებენ სიტყვებს ამბობენ ისეც რომ თითქოს და კარგად ამბობენ მაგრამ საქმეთ არაფრის კეთება არ შეუძლიათ და აკი უფალმა ამხილა კიდევაც ესენი ტყუილად მაქებენ მათი ესე იგი თითქოს მემაქებენ მაგრამ საქმენი მათი შორტგანა ჩემგან ძალიან შორტგანა ასეთ მდგომარეობაში ადამიანი დღევანდელი ადამიანი უნდა ვთქვათ რომ თითქმის უმრავლეს ადამიანს ეს არ ესმის ეს შეგნება არ აქვს კი ესმით რაღაცა თავისებურად რაღაცა იციან უფლის შესახებ თითქოს ამებაც თითქოს წამ დააკეთებენ მაგრამ ვაი ამ სარწმუნოებად ისევ სიტყვის დონეზე სიტყვით ადიდებენ საქმით სხვა რაღაცას აკეთებენ იგივე თუნდაც მარტივად რო გავუთქვათ საეკლესიო მსახურებისას თუნდაც მარხვების დროს მარხვა რაღაც საშინელებად მიაჩნიათ ამ ადამიანებს კან არ შეიძლება მარხვის გარეშე მწამდეს მერე რა ჩემი ჭამა რა ღმერთს რაღაცა არ მოსწონს ღმერთი გვიგდალავ ჭამა თუ რა არა ჩემო შვილებო ძმებო და დებო ღმერთი არაფრის ჭამას არ გიგზავნებს კანონიერად რასაც მიიწვევთ ღმერთმა შეგარგოთ მაგრამ მარხვა მარტო ჭამა კი არ არის და მარტო ესე დაუშვათ არ ჭამოთ და ესე იგი ხოლოდ ამაზე გავჩერდეთ მარხვა იმიტომ ვიკავებ ჭამისგან თავს რომ ამითი რა თქვა უფალმა ვერა შევიდეს სასუფეველში თუ ის არა იშვეს მეორედ ანუ სულიერი შობით ანუ სულიერად არა იშვეს სულით კიდევ ამას ჭირდება განსაკუთრებული კრძალულება შეზღუდვა გრძნობები შეზღუდვა ჭამაშიც კი შეზღუდვა ყოველივე და ამაში უკვე შედის სულიერი ღვაწლი წარმოჩინდება მოთმინებისა სასოებისა ღმერთისადმი უფრო მეტი წვენი და უფრო მეტი გულმოდგინებისა ჩაღრმავებით სარწმუნოებაში რომ ესე იგი ეს ღვთისგან არის რომ მის გარეშე არ არა ძალმის რა ქმნა არცა ერთი რა აი ჩვენ თვით უფალმა გვასწავლა თავისი 40 დღისა და ღამის მარხვის დაცვით ეს მას კი არ ჭირდებოდა ჩვენ დაგვმოძღვრა გვასწავლა ამითი თქვენ იქნებით ჩემები ამითი იქნებით ჩემი ძეები და ასულები და ამითი თქვენ ბოროტსაც დაამარცხეთ და ის მაგალითებით მოყვანილია ეშმაკი როგორ დაამარცხა უფალმა არა თავისი ძალით არამედ თავისი კაცური ადამიანური ქმედებით ანუ იმ ქმედებით
რომელიც ჩვენ გვაყურთხა რომ ამას ვიქმოდეთ. აი მაშინ უკვე სხვა რამე გამოვა. მაშინ მარხვას მიეცემა დიდი აზრი, დიდი მნიშვნელობა. მარხვითა და ლოცვით, სხვით არა, არამედ განიდევნოს. ყოველი ესე ნათესავი ბოროტი, ასე გვეუბნება უფალი. და ნამდვილად რომ ამ ჩვენ თანამედროვე ადამიანებს გომართებს რომ შევისწავლოთ ეს მეცნიერება. სახარება ვიკითხოთ, გულმოდგინები, სახარების კითხვასაც, ყურადღებით კითხვას, დიდი ძალა აქვს, დიდი საზრდომო აქვს სულიერი და მაშა სადამე. ამით უკვე შენ ჩათვალე რომ შენ ისეთნაირად განიბრძნობი რომ შენ სახარება შეიძლება კითხულობ, მაგრამ უცბად დახურე წიგნი აღარ გახსოვს. ასეთი რწმენი და გულმოდგინები თუ წაიკითხავ და შენ უკვე ჩაებმები ამ საქმის, რათა მეორე შობილებით სულიერად შობა რასაც ქვია, მიხვები ის მახსოვრობაში კი ჩაგიჯდება და შენში იქცევა საქმეთ. რა საქმე ვაკეთო, როგორ ვაკეთო და როგორ მოეწონება უფალ ჩემი საქმე ესე. აი მარხვაზე ასეთნაირი სწავლება უნდა მივიღოთ. მარხვა და ლოცვა ეს თლიანობაში არის, ისინი ერთმანეთის ამავსებელია. მაშინ ლოცვაც ძლიერდება, ლოცვას ეძლევა ისეთი ძალა და მანდი, რომ უკვე ღმერთი შენთან არის, უკვე ღმერთი შენს ვედრებას მიიღებს და შეგისრულებს. ეს უკვე არის ღმერთთან ლაპარაკი, საუბარი ღმერთთან. შენ აძლევ შეკითხვას უფალს, უფალი გპასუხობს და ღებულობ მისგან სწავლებას. აი ასეთი ძალისა არის მარხვა და ლოცვა ერთობლიობაში. აი ეს არის საჭირო ჩვენი თანამედროვე ადამიანებისთვის, რათა მიიღონ კეთილი სწავლება, რათა ერთიანი იყვნენ, გაერთიანებული მთელი საქართველო მართლმადიდებელი ქართველიერი ეს რე წარდგნენ წინაშე ღვთისა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ასე იყოს. მადლობა.